ზუგდიდის რაიონის სოფელი რიყე მანანა მეკუა ბატონო ნიკოლოს, თუ შეიძლება რომ თქვენგან დავიწყოთ შეფასება, მოვისმინოთ ასე ვთქვათ. ძალიან ვინერვიულია, იმიტომ რომ ეს რთული სიმღერა, რა თქმა უნდა, წინა ორმა კონკურსანტმა რთული სიმღერა იმღერა, მაგრამ უბრალოდ ამ სიმღერის სირთულე ის არის, რომ არის საკმაოდ სადა, ძალიან მარტივი, ძალიან ბუნებრივი და აბსოლუტურად ყველა ხარვეზი შეიძლება გამოჩნდეს, რაც შეიძლება მელიზმებით სავსე soul-ის სიმღერაში სრულებით დაიმალოს და დაიჭრდოს. აქ შიშველი ემოციაა მთავარი, რომელიც მანანას გააჩნია, რაც შეეხება ძალიან სკრუპულოზური მიდგომით შეიძლება ნამდვილად აღმოაჩინო ის, რაც შეიძლება აქ იყოს საკრიტიკო. მაგალითად, მე ვისურვებდი, რომ იყო ადგილები, როდესაც მინდოდა, რომ არ გადასულიყო უცებ ფალცეტში და ბოლომდე ხმით შეესრულებინა და რაღაც მე უფრო
უფრო მეტი უფლების მიცემა მინდოდა მის სიმხრიდან თავისთვის აი ამ სიმღერის შესრულების დროს. მაგრამ ამის მიუხედავად აი მე მაიას რამდენჯერმე გადაუშურშულე ამ კონკურსის განმავლობაში ის რაც აქვს მანანას ვერ დაუკარგავთ რომ როდესაც მღერის შიგნიდან აი ის რაღაც ნიჭი ისე იგრძნობა და ისე მოდის ჩვენთან რომ ნებისმიერ ხარვეს ის უკანა პლანზე გადააქვს და მაინც სასიამოვნოს ხდის მოსასმენად და შენ ხდის იძულებულს რომ ბოლომდე იყო ჩართული და არც ერთი წუთი არ მოეშვა. ესე იგი ეს რაღაც მონაცემია რომელიც ნამდვილად არის მისასალმებელი და დასაფასებელი. მე ზუსტად ხვდები რატომ ვინერვიულეთ ყველა ეხა გვერდით მიზის ჩემი ძალიან საყვარელი ახალგაზრდა კოლეგა ნიკა რომელიც მე ვიცი რომ ყოველთვის ნერვიულობს როდესაც სრულდება რეპერტუარი რომელსაც ბარბარა სტრეიზანდი მღერის იმიტომ რომ მანანა ზუსტად თქვენ ხელა იყო ნიკა როცა მე მას პირველად ამერიკიდან ჩამოუტანე სტრეიზანდის კონცერტი და მახსოვს რა დღეში იყო ამ ფაქტის გამო ანუ მე რისი თქმა მინდა რომ აქ ეხლა შედარებითი შეფასებები რა თქმა უნდა უადგილო იქნება მე თქვენ გადევნებთ თვალყურს მე თქვენი კასტინგი მახსოვს და ყველაფერს წარმოვიდგენდი იმის გარდა რომ აი ამ ყველაფრის შემდეგ ამ სცენაზე დღეს აქ იქნებოდა გოგონა და ხშირად აცხადებენ რომ თქვენ ბრძანდებით ზუგდიდის რაიონის სოფელი რიყედან და ის შეასრულებდა ასეთ სერიოზულ კლასიკას. მოდით მე ხა მუსიკალურად არაფერს არ ვეთყვი, უბრალოდ ალბათ ყველა დამეთანხმება თუ ვეთყვი, რომ ნებისმიერი აი ასეთი სახალხო სატელევიზიო პროექტი ყოველთვის არის და თუ ჩვენთან ჯერ არ არის აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადამიანის ოცნების ახდენა მაინც. იმის მიუხედავად ის გაიმარჯვებს თუ ვერ გაიმარჯვებს, გახდება თუ არა მომღერალი თუ არა, დაიმკვიდრებს თუ არა ადგილ სცენაზე და ასე შემდეგ. ეს არის ამგვარი სახალხო პროექტების აბსოლუტური ესეთი კანონად ქცეული წესი. აი მე ვფიქრობ, რომ მანანა ვეკუასთვის საქართველოს ვარსკვლავი უკვე არის ახდენილი ოცნება და ძალიან მინდა რომ აი ეს მოგონება ასევე ქვია შენ სიმღერას, რომელიც თქვენ დღეს შეასრულეთ, ყოველთვის იყო შენთვის ძალიან ნათელი და კარგი მოგონება ცხოვრებაში. დიდი მადლობა გულწრფელობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ქალბატონო ნინო გისმენთ? მე კონკრეტულად ამ სიმღერით დავიწყებ. ეს არის სიმღერა, რომელსაც არაერთჯერ ფეხზე წამოუყენებია ძალიან მნიშვნელოვანი მეგა ტელეპროექტების მაყურებლები დარბაზშიც და ტელეეკრანებთანაც და გამონაკლისი არც დღევანდელი სიმღერა იყო, მე სპეციალურად ვიხედებოდი დარბაზში და ხალხი იდგა ფეხზე და ხურვალე ემოციები იყო, იმიტომ რომ ემოციას იწვევს სიმღერა კონკრეტულად. მანანა, შენ რაც შეგეხება, ჩემო ძალიან საყვარელო, ძალიან გიჟო და ძალიან ნიჭიერო ადამიანო. იმდენი დაგახვავა ბუნება მიმხელა ნიჭი რომ არაერთხელ მithქვავს შენთვის არ მოგეშვები და სანამ ამ პროექტში ხარ და მინდა რომ ბოლომდე იყო პროექტში აი ესე კოდალასავით გავიმეორებ ერთი და იგივეს ისწავლე შენი ემოციების გადანაწილება მხოლოდ ეს დახვეწა გაკლია ნუ გეჩქარება ჩქარა ამ კულმინაციამდე ნუ გეჩქარება ჩქარა ამ შენი ხმის გაჟღერებამდე მიდი აქამდე ლოგიკურად და კიდე ვიმეორებ არ გეყოლება ტოლი მიყვარხარ ხო დაურეკეთ ძალიან დიდი მადლობა ჟიურის ასეთი შეფასებისთვის. მოდი აპლოდისმენტებით გავაცილოთ მანანა ვეკუა. ისე როგორ გავაცილოთ რომ არ თქვათ მისი ნომერი ეგ როგორ დამავიწყდა მოხიბლული ვარ. ითქვას აუცილებლად რომ ეს პატარა საყვარელი გოგონა მოვიდა აქამდე გაიარა ძალიან რთული გზა და როცა ის აქ გასწორედ ახლა მინდა გითხრათ არა მარტო ზუგდიდელებო და რიყის მაცხოვრებლებო ყველა მოიმარჯოთ მობილური ტელეფონები და დაურეკეთ იმისთვის რომ დაეხმაროთ მანანას საკუთარი ოცნების ასრულებაში და ის მიუახლოვდეს საკუთარ სანუკვარ ფინალურ სამეულს. უნდა დაურეკოთ მანანას ნომერზე 0933 304 4. მithumetes დღეს